სიკვდილი და მიქელ გაბრიელი ორნი ცხოვრობდნენ ზევით მიწაზე. მიქელ გაბრიელმა სიცოცხლის დასაღებად სიკვდილი ჩამოუშვა დედამიწაზე. სიკვდილი ჩამოვიდა და დაიწყო ფიქრი, როგორი სიცოცხლე წაიღო მისთვის. დათის დაეძებს სოცხალ სიკვდილი, მაგრამ ვერ იგებს ვინ არის ღირსი. ბოლოს შეჭერდა ერთ ქალბატონზე, რომელიც 100 წლის იყო თითქმის. იქნება ამიხსნა სიკვდილი ორისთვის მოხვედი ჩემთან. ნაბრძანები მაქვს, შემომოხუცო, შენი წაყვანა გაბრიელთანო. ცოტაც მადროვე ჩემო სიკვდილო, 2 წელში 100-ის გავხდები. და მერე როცა შენ მოხვალ ზეცაში, ჩემით გაყვები. სიკვდილმა ვერ უთხრა მოხუცუარი, აღარ განაგრძო მან საუბარი. ნაზა დაკოცა მოხუც ხელებზე და გააგრძელა ძიების გზანი. სიკვდილი დადის დაღონებული. ვერ იგებს, ვის უნდა წაართვას სული. ბექში ქართულმა კაცი დაინახა წლოვანებით 40 სული. კაცი გაჩერდა, გაშიშდა, დადუმდა. მის თვალებში კი ცრემლი ატუხდა. ჩემო სიკვდილო, მხოლოდ ერთს ნუ დამატოვებინებ ჩემს ამოთხესა. ჯერ ჩემთვის ადრე არ წამიყვანო, გაფიცებ მხოლოდ სიცოცხლის ღმერთსა. სიკვდილს ცრემლებით აევსო თვალები. მან არ იცოდა რა მოელოდა, თუმცა არ იყო ეს მისი ბრალი, ის ხომ არასდროს ყოფილა მკვდარი. დატოვა კაცი ცუდი სოფელში. ძიება განაგრძო ერთ კარგ სოფელში. სადაც მანახა 2 თვის ბავშვი სულ მარტო იყო პატარა სახლში. მეუახლოვდა 2 თვის ბავშვს და თხილად ჩახედა პატარას სულში. თან ეღიმება, ტირილი ცუდა, ნეტავრას ფიქრობს ისახლა გულში. შუბზე აკოცა, უცოდველ არსებას, ფრთხილად გაეცალა და გატრიალდა. აბა რა იქნა, ასე უმოწყალოდ, პატარა არსებას ხომ არ გაწირავდა. სიცოცხლესელის მიქელ გაბრიელი, სიკვდილი მარტოადის ხელცარიელი. გაბრიელს თვალებში აენთო ლენთი, რომ დაინახა სიკვდილი ერთი. სად არის ჩემი კუთვნილი სიცოცხლე? მინდა რომ შენგან სიმართლე ვიცოდე. სიკვდილს არ უთქვამს მისთვის, ტყვილი მანდ ამჩობინა მწარე სიმართლე. ის მოუთხრობდა ყველაფერს ნათლად, რაც მთავარია ამბობდა მართალს. როდესაც სიკვდილი იწყებდა საუბარს, როდესაც გაბრიელი ისმენდა ნაუბარს, ნენელა ლურჯიცა თითქოს შავდებოდა, ნენელა გაბრიელი თითქოს ალდებოდა. და აი ამბქვა მან სიტყვის, კონა, ასე გაიგე შენ ჩემი თხოვნა. ასე ისმენდი შენ ჩემს დარიგებას, დღეიდან გახდები სიბრმავის მონა. და გაუყარა მხურვალე შანდი. საცოდავს სიკვდილს ორივე თვალში. მას შემდეგ დადის სიკვდილი ჩვენთან, დაბრმავებული, ვერაფერს ხედავს. ხან კალი მიყავს, ხან მამაკაცი, ხანაც პატარა შვილს ართმევს დედას. ის აღარ ისმენს არავის თხოვნას. არავის ურჩევ მის გვერდით ყოფნას. თუმცა სად გინდა რომ დაემალო, ოდესღაც სიკვდილი ჩვენთანაც